საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საუკუნოვან კედლებს მიღმა ბოლო წლებში განსაკუთრებით ხშირად ისმოდა ერთი სახელი მეუფეშიო. ადამიანი, რომელსაც პატრიარქმა ილია მეორე მოსაყდრის სტატუსი მიანიჭა. 7 თავშეკავებული და ეკლესიური ტრადიციების ერთგული. ასე ახასიათებენ მასთან დაახლოებული პირები შიო მუჯერს, ვინ არის საქართველოს 152 კათოლიკოს პატრიარქი და რა გზა გაიარა მან ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმყრობელობამდე. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფეშიო ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში დაიბადა. მისი ცხოვრების გზა განსხვავებულია. სასულიერო ცხოვრების დაწყებამდე მუსიკალური განათლება მიიღო. მან თბილისის 53 სკოლა დაამთავრა. მის ბევრ კლასელს და მეგობარს ასევე იცნობს საზოგადოება. ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რეჟისორი გიომ გელაძე. 1999 წელს ბათუმის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი სწავლა მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში გააგრძელა. შიო მუჯირმა სასულიერო ცხოვრება 22 წლის ასაკში დაიწყო. 1993 წლის 5 თებერვალს მორჩილი ელიზბარი ბერად აღიკვეცა, რის შემდეგაც სახელად შიო ეწოდა. შიო მუჯირი 1995 წლიდან დიაკვანია, 1996 წელს კი მღვდლად აკურთხეს, რის შემდეგაც მღვდელმონაზონი შიო თბილისის კლდის უბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. გარკვეული სამღვდელმსახურო გამოცდილების შემდეგ 2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით ახლად ჩამოყალიბებული სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად აირჩიეს. ეპარქია აფხაზეთს ესაზღვრება, შესაბამისად მეუფეშიოს ქადაგებებში ხშირად ვისმენთ, რომ აფხაზეთი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეროვნული და სულიერი საკითხია. 2017 წელს ილია მეორე მეუფეშიო მუჯირის საკუთარი ტახტის მოსაყდრედ გამოარჩია, რაც ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში პატრიარქის უფლებამოსილების შესრულება სწორედ მას ეკისრებოდა. 48 წლის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ ერთხელ დადგა არჩევანის წინაშე, ვინ ჩაიბარებდა ქართული ეკლესიის საჭეს. საქართველოს გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე წმინდა სინოდის 39 წევრიდან 22-მა მხარი შიო მუჯირის კანდიდატურას დაუჭირა და მას ნდობა გამოუცხადა. როგორც მას გარშემომყოფები ახასიათებენ, მეუფეშიო ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც მშვიდი და თაუნდობალი ცხოვრებით ცხოვრობს. საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმა აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე, რომელიც კათოლიკოს პატრიარქის ტახტს 12 მაისიდან დაიკავებს.